გამარჯობა, მოგესალმებით. ეს არის ბოლო სიტყვა, მორიგ ეპიზოდს წერთ. ბექა პატურაშვილი, გიორგი ცხვიტავა თბილისიდან, რატი მუნჯირი ვარშავა და ბრიუსელი ტრადიციულად თამარა ნცუბიძე ჩვენთან ერთად არის. დღეს ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები არ გვეყოლება, თუმცა იმდენი გვაქვს სასაუბრო ჩვენს რეგიონზე, ევროკავშირზე, ევროკავშირის ახალ პოლიტიკაზე, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება და მათ ახალ ხედვებზე რუსეთის საფრთხეებთან მიმართებით, რაზეც ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთა მათ შორის კაია კალასმა, სადაც საქართველოს იყო ნახსენები. გარდა ამისა, უამრავი გვაქვს სასაუბრო უკრაინასთან დაკავშირებით, გარკვეული სიახლეები არის სასიკეთო. მე ასე ვიტყოდი, არის რაღაც კვირის თემები და არის რაღაცა დღის თემები. აი დღის თემა ჩემთვის არის მაგალითად გრიფენების გადაცემის ამბავი, რომელიც ძალიან ბევრ ამას შეცვლის და ამაზე დაწვრილებით გავშლით შემდგომ. რატი ვიცი რომ მოგვიყვება აღმოსავლეთ ევროპის კონკრეტულად აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ხედვებთან მიმართებით და მათი ურთიერთკოორდინაციის ნაწილში უსაფრთხოების საკითხებზე. შევეხებით ასევე დღევანდელ ეპიზოდში სომხეთის საკითხს, სადაც რესპუბლიკის დღე აღინიშნა, ნახეთ განსხვავებული სიახლეებით დახუნწლული აღლუმიც, რაც განსაკუთრებით საინტერესო და თვალშისაცემი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ, იქ კიდევ ერთი მაღალი დონის ვიზიტზე, რუბიოს ვიზიტზე კონკრეტულად. მოკლედ, დავიწყოთ სასაუბრო ბევრი გვაქვს, იმედი გვაქვს, რომ ბოლომდე გამოყვებით, ჩვენთან ერთად შეხვალთ ამ თემების განხილვაში უკვე კომენტარების სახით და ალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი თუ არ ხართ გამომწერები და მოდი ბოლომდე ამოვწურა ამ შესავალ ნაწილს და კავკასიასაც მადლობა უთხრათ იმისთვის, რომ მუდმივად გვითმობს ეთერს და ჩვენი პოდკასტი მათთვის საინტერესო არის ხოლმე. მოკლედ, დავიწყოთ მეგობრებო. ასე ბრიუსელი, სადაც ჩვენი მზე ესე კაშკაშებს, თამარა. ბურზე ესე კაშკაშებს, რომ თამარას მშვენიერი რუჯი აქვს. ეს მე მგონი თამარამ დაჭრილა ბრიუსელის მზე. ხო და მაშინ მაგით დავიწყებ მოგესალმებით ყველას ჩვენს მაყურებელსაც და გაუსაძლისი სიცხეებია ევროპაში. მართალია ხვალიდან თუ ზეგიდან უკვე ბრიუსელში წვიმები იწყება, როგორც ყოველთვის. წვიმიანი ქალაქია, მაგრამ მართლაც წარმოუდგენელი ამინდები იყო იმდენად, რომ ისე გიჭირთ, რომ კონდიციონერს ვერ თავთ, ხო? არ არის ფიზიკურად კონდიციონერები არ არის ფიზიკურად. ხო და მოკლედ ვისარგებლე ამ ზიანი დღეებით. რა ეხა სერიოზულად რომ მივუდგეთ საკითხს, ფაქტიურად ნახევარი წელია, ხო, ალბათ თებერვლის შემდეგ უკვე ამ ამბავს ვაშუქებთ. ჩვენც ვისაუბრეთ ამაზე, რომ თებერვალში კაია კალასმა წინადადება შეიმუშავა ევროკავშირის არქიტექტურის მით უმეტეს რუსეთთან დაკავშირებით და ეს თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც დაიწყო მოლაპარაკებები თითქოს ტრამპის მიერ ინიცირებული ომის დამთავრებასთან დაკავშირებით და იყო რაღაცა მცდელობებიც, რომ რამდენიმე რაუნდი ჩატარდა ევროკავშირის გარეშე, ამაზე მერე დიდი დისკუსია იყო, რომ საერთოდ ევროკავშირის გარეშე როგორ შეიძლება იყოს უკრაინასა და რუსეთს და ამერიკას შორის მხოლოდ საუბარი, რადგანაც ომი ევროპის კონტინენტზეა და კონკრეტულად ევროკავშირსაც ეხება და შემდეგ უკვე უფრო მყარი არგუმენტი ევროკავშირშიც ჰქონდა, რომ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირი გახდა მთავარი ბენეფიციარი ფულადი, ანუ ფულის შეტანით უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით და არა მარტო, ანუ ევროკავშირი თვლის და ალბათ მართებულიც არის აბსოლუტურად, რომ ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს ევროკავშირის და სწორედ აქედან მოყოლებული პატარა ესეთი, ანუ გადახვევა რომ გავაკეთო და გავახსენო მაყურებლებს, აქედან გამომდინარე შეიმუშავა ევროკავშირის საგარეო უწყებამ კაია კალასის ხელმძღვანელობით აი ეს წინადადება ერთგვარი, სადაც სხვა ბევრ თემასთან ერთად არის აღნიშნული, როგორც თავად კაია კალასმა თქვა, ჯერ ეს თვითონ დოკუმენტი არავის ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტებს არ გვინახავს, იმიტომ რომ განხილვის პროცესშია, სადაც სხვადასხვა მოთხოვნებთან ერთად არის საუბარი იმაზე, რომ თუ კი უკრაინის მიმართ იქნება მოთხოვნა, თქვათ, არმიის შემცირების რაოდენობრივად, რომ ადეკვატურად და პროპორციულად იგივე მოთხოვნა იყოს რუსეთის არმიის მიმართაც და ასევე რომ რუსეთმა უნდა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები და თავად კაია კალასი პირდაპირ ასახელებს ორ ქვეყანას, მოლდოვას და საქართველოს. დღეს ეს თემა კლავაც გაცოცხლდა, რადგანაც დღეს კვიპროს
რომელიც არის თავმჯდომარე ქვეყანა, იყო შეხვედრა არაფორმალური შეხვედრა, რომელიც 6 თვეში ერთხელ ტარდება, ასეთი არაფორმალური შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების და ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ამ დოკუმენტის განხილვა იყო და თავიდანვე შეხვედრის დაწყებამდე კაია კალასმა თქვა, რომ ამ თემაზე, ანუ აი ამ შეთავაზებაზე და ამ დოკუმენტი ჯერ ალბათ ადრე ნათქვამია, უფრო მეტად რაღაც დრაფტივით არის. იქნებოდა საუბარი და კითხვა დაუსვეს კონკრეტულად, თქვათ, რა თემები იქნებოდა ჩაშლილი შეხვედრაზე და მან თავად დაასახელა კვლავ კიდევ ერთხელ საქართველო და მოლდოვა და დღის მეორე ნახევარში უკვე შემაჯამებელ ბრიფინგზეც თავის შესავალ სიტყვაში კიდევ ერთხელ თქვა, რომ თუ კი საუბრობთო, ჩვენ რა მოთხოვნები გვაქვსო და არაერთი მოთხოვნა დაასახელა, ხო, საინტერესო იყო, რომ მან თქვა, რომ დახურულ კარს მიღმა კიდევ რაღაცა დამატებითი წინადადებები წარადგინესო ამ დოკუმენტთან დაკავშირებით კოლეგებმაო, თუნდაცო და ჩამოთვალა, მაგალითად, ჟურნალისტების სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, ჟურნალისტების მუშაობის, ანუ ვითარება, ესე ვთქვათ, ანუ რა პირობებში უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა კონფლიქტის და ომის ზონაში და მათი უფლებების დაცვა და ასევე გატაცებული ბავშვებიცო და ბავშვების უფლებები. და ასევე კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ თუ კი რაღაცას ვთხოვთო რუსეთსო, ლეგიტიმური მოთხოვნა არის, რომ საოკუპაციო ჯარები არ უნდა იყვნენ მოლდოვასა და საქართველოსშიო და შემდეგ Deutsche Welle-ს კორესპონდენტმა ძალიან საინტერესო, აი მე რომ ყოფილიყავი იქ, ზუსტად ეს კითხვა მინდოდა რომ დამესვა პრინციპში. ასეთი ფორმულირებით დაუსვა, რომ ეს ინიციატივა არის თუ არაო გაზიარებული და მხარდაჭერილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, თუ შეგვიძლია ვთქვათო, რომ ეს მხოლოდ თქვენი ინიციატივა არისო და დააზუსტა მაგალითად რუსეთის ჯარის რაოდენობის შემცირებაში და ის, რომ რუსეთის ჯარმა უნდა დატოვოს მოლდოვას და საქართველოს ტერიტორიაო. ანუ ამ მიმართულებით წაიყვანა და რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან საინტერესოა ეს განწყობა არის თუ არა ევროკავშირში, ხო, რომ თქვათ გაგრძელდეს და ამ თემამ რაღაცნაირი უფრო სხვა განვითარება პოვოს. კაია კალასმა თქვა, რომ არავინ მოწინააღმდეგე არ ყოფილა დახურულ კარს მიღმა ამ თემასთან დაკავშირებით. მან ასევე საინტერესოდ თქვა, რომ თუ კი ქვეყნებიო ცდილობენ, რომ გახდნენ და არიან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზეო და მათ ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები დგას, რა თქმა უნდა, ეს არამხოლოდ ამ ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, არამედ სწორედ ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის არის წინაღობა და რა თქმა უნდა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, რომ მოლდოვას და საქართველოს ტერიტორიაზე იყოს რუსეთის ჯარიო. ასეთი ვითარება დღეს ძალიან დიდი ამბავია და ბევრი რამის მთქმელია. ხო, ანუ პირველ რიგში მე როცა ამ ინფორმაციას ვისმენ, პირდაპირ მივდივარ საქართველოს ხელისუფლების რაღაცნა პოლიტიკური გუნდის ნარატივებთან, რომლებიც პერსონალურად თუნდაც კაია კალას ხშირად ახსენებენ ხოლმე და უბრალოდ ეს განცდა მოდის, რომ ის ხალხი დამოუკიდებლად მაინც ცდილობს, რომ ეს თემა წინ წამოწიოს და მე არ მახსენდება ბოლო დროს მომესმინა რაიმე დეოკუპაციის საკითხზე, მნიშვნელოვანი ყოველ შემთხვევაში გზავნილი თბილისიდან. არ ვიცი მე თანხმობთ. ეს თავისთავად კი დეოკუპაციის საერთოდ არ მოგვისმენია, იქ კი არა და პრემიერს ვეძახის თავის საოკუპაციო ხსთან არ არის დამყოფი, მანამდე ეძახდა რა სტატუსით უნდა ჩავსულიყავიო და ახლა ხო აქვს ეს სტატუსი თავის გადმოსახედიდან და მაინც არ მიდის, თუმცა მე ახლა გულსფერი რომ იყო ძალიან სახიფათოდ მენიშნა აი ესაც თქვა თამარამ, რომ ევროკავშირისთვის იქნება უსაფრთხოების პრობლემები წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალები. თავისთავად ამაში არაფერი ალოგიკური არ არის, ძალიან ლოგიკური ამბავია, თუმცა ძალიან ცუდად წამოიღო ფლეშბეკები
ნატოსთან მიმართებაში, როდესაც საუბარი იყო, რომ აი ოკუპირებული ტერიტორიებით რამდენად შეძლებს საქართველოს გაწევრებას ნატოში. მე მესმის, რომ ნატოს და ევროკავშირის შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, მათ შორის პირველ რიგში იმით, რომ ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ალიანსი, თუმცა ეს ნარატივი შესაძლოა ქართულმა ოცნებამ და საქართველოში ქართულმა ოცნებამ, არამედ იგივე რუსეთმა ძალიან კარგად გამოიყენოს და ამუშაოს ზუსტად იქიდან, რომ ჩვენ ვინ მიგვიღებს ევროკავშირში ბიძი, სანამ ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, აი ამ ნარატივის შემოტანა ევროკავშირის მხრიდან მე ძალიან მეხიფათება. თუმცა რატი შეგაწყვეტინებ რა, ანუ არ ვიცი, შეიძლება მე ზუსტად ვერ ანუ ზუსტი ციტირება ვერ მოვახდინე და ეხლა ვნახავ და უცებ წავიკითხავ, თუმცა მე რომ ვუსმენდი საერთოდ ანუ რა თქმა უნდა არც იგულისხმება ევროკავშირის მხრიდან ეს რაღაც ბარიერად თქვათ გაწევრიანება. ხო, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეგ იყოს ძალიან კაფიო რა. ანუ კონტექსტი ეგ იყო, რომ პირიქით ჩვენ გვჭირდება ინტეგრაცია და ამ ინტეგრაციის ხელშემშლელი არ უნდა იყოს რუსული ჯარები საქართველოში და ანუ ეგ მაშინ პირიქით ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, იმიტომ რომ შეიძლება მეც არასწორად გავიგებოთ აი ამ იმის შემოტანა მსჯელობის ძალიან სახიფათო. ვინმე შეუძლია ყოველ შემთხვევაში რომ მაგ მხრიდანაც შემოატრიალოს, მთავარი არის ყოველ შემთხვევაში მათი პოზიცია, ვინც ამას ამბობს. გავუკეთოთ ამის პროვოცირება და იდეა არ მივაწყდოთ. ჩვენ მაგის პროვოცირებას ვერ გავაკეთებთ ვერანაირად. არ უჭირთ მაგ მხრივ ფანტაზია ნამდვილად. თუ ეგ იმ კონტექსტშია ნათქვამი, მაშინ ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ლუბლიანკაზე FSB-ში მოიფიქრებენ ძალიან კარგ მესეჯ ბოქსებს და ჩაუშვებენ. მე დავამატებ, რომ ეს ყველაფერი თან ხდება იმ დროს, როდესაც რეალურად ფრონტზე სურათი იცვლება და ძალის პოზიციიდან უკვე თანდათან ეწყებს უკრაინას საუბარს ახლა და პირობების დაყენებას ევროკავშირთან ერთად. კაიაკალასმა ზუსტად ამით დაიწყო, რომ მაშინ როცა ხედავთ ფრონტზე ცვლილებას, რატომ არ უნდა და როდესაც ხედავთ, რომ რუსეთი ვერ მიდის წინ და ვერ იმარჯვებს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი და ხო, დიახ, ჩვენ ხო, ანუ ამ განცხადების სულისკვეთება ეგ არის, რომ მან უნდა დათმოს და არა ჩვენ უნდა დავთმოთ პირობითად კანდიდატი ქვეყნები. იმის გამო რომ იქნება. ხო, ეს იმას ნიშნავს, მეგობრებო, ანუ მეც პატარა კომენტარს გავაკეთებ, რომ სულაც არ არის რაღაც საქართველოს აბსოლუტურად გარიყული და ამოვარდნილი აი ამ ბანკოს შეკურიდან, არამედ ხო პირიქით შიგნით არის საკმაოდ ესეთ კონფიგურაციაში ეს არ არის პირველი განცხადება კალასის მხრიდან ძალიან მაღალი რანგის ევროკავშირის თანამდებობის პირი ამბობს ამას უკვე მე რამდენად იმეორებს და ეს არის რა თქმა უნდა ბრიუსელისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ საოკუპაციო ძალები იყოს გაყვანილი როგორც საქართველოსთან ისევე მოლდოვადან და თავისთავად ცხადია თამარა რასაც ამბობდა რომ რითიც დაიწყო კალასმა ეს არის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანა ხო ანუ ის რაც ხდება ძალისმიერი შესაძლებლობებით რაც უკვე არა მარტო დრონებით, არამედ სხვა შესაძლებლობებით, ხო, უკრაინის მხრიდან. ამას ჩვენ გავშლით, რა თქმა უნდა, მაგრამ მე აქ სრულად ვეთანხმები ხა თამარასაც და თქვენს მეგობრებო, რომ ანუ საქართველოს არის ძალიან აქტუალური და არა აქ ამ შემთხვევაში აქ მნიშვნელობა ვინ გამოყოფს ფეხს და ვინ რაღაცას იტყვის ესე ხა გუშინ თქვა ხვალ რაღაც ანუ ამას არ მივაქციოთ ყურადღება დიდ სურათში წარმოვიდგინოთ დავინახოთ ეს ვითარება თავარია რომ საქართველოს უნდა იყოს იქ რუსული საოკუპაციო ძალების გარეშე და არსებობს ხო რაღაცა მოდელები ნატოში გაწევრება, ევროკავშირში გაწევრება, ეს მოდელები არსებობს და რომც არ არსებობდეს ის რაც ახლა ხდება, ანუ ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა რახან ახლა ყალიბდება, იმიტომ რომ ძველმა ვერ იმუშავა და საჭირო არის ახალი, იმ ახალ კონფიგურაციაში გვხედავენ ჩვენ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ეს არის მართლა რაღაცა სხივი ჩვენ. ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად და გიორგი მე ხა ნატო ახსენა, ევროკავშირი ახსენა და ასევე უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, ხო? აი ყველაფერს თავი დავანებოთ დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ორივე ნატოს და ბრიტანეთის შემთხვევაში ევროკავშირის არამედ პოლონეთის შემთხვევაში ევროკავშირის წევრია და მიუხედავად რომ ნატოს წევრები არიან ორივე და იდეაში პოლონეთის სამხედრო ინდუსტრია რამდენად ძლიერია და რამდენად კიდე იზრდება ეს ალბათ ისედაც გასაგებია ბრიტანეთს არაფერი აღარ ვლაპარაკოთ
და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ნატოს წევრი ქვეყანა არის, ისინი პარალელურად იწყებენ სამხედრო სფეროში თანამშრომლობას. არ ვიცი, ის დაიდება, თუმცა 27-ში საღამოს მოეწერა ხელი, 27 მაისს საღამოს მოეწერა ხელი ბრიტანეთის და პოლონეთის პრემიერ-მინისტრებს შორის ორთქლიური თანამშრომლობის მემორანდუმის ხელი, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო სფეროში თანამშრომლობას. საუბარი არის სხვადასხვა სიმძიმის და სიმძლავრის ერთობლივი იარაღის წარმოებაზე და ასევე საუბარი არის ერთობლივ ორმხრივ წვრთნებზე. აი ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ცხადია, ეს ნატოს ალტერნატივა არ არის, არც ნატოს ჩანაცვლება არ არის, ნატო რჩება ნატოდ და ის არის მთავარი გარანტი და მთავარი ფარი და ქოლგა, რა თქმა უნდა, თუმცა ამის მიღმა აუცილებელია ქვეყნებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იზრუნონ და ვიცით, რომ ბალტიის ქვეყნებთან ერთად პოლონეთი პრაქტიკულად აი ამ აღმოსავლეთ ევროპის მთავარი ფარია, ხო? და ქვეყნის სიდიდიდან გამომდინარე, მხოლოდ ჩემი აზრით, ეხლა აქტიური საუბარია იმაზე, რომ ლიტვა, ლატვია, ესტონეთზე უფრო მეტი შანსია თავდასხმის ვიდრე პოლონეთზე, თუმცა მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ აი ეს დრონების პროვოკაციები, ეგრეთ წოდებული, დაიწყო სწორედ პოლონეთიდან. ეს არ დაწყებულა ბალტიის ქვეყნებიდან, პირველი ასეთი გზაბნეული რუსული დრონი, ასე ვთქვათ, პოლონეთში ჩამოვარდა, მაშინ გახსოვს ხო ფერმერის სახს დაეცა ეს. ან პირველი პოლონეთი იყო. შესაბამისად, ის რომ არსებობს ტრადიციული უსაფრთხოების არქიტექტურა, ეს აბსოლუტურად არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში ახალი რაღაცა კონტროლების გამოძერწვას. მე მინდა გავიხსენო სულ თავიდან სანამ ომი დაიწყებოდა თებერვლის თვეში მაშინ ჯონსონი იყო პრემიერი და ჯონსონიც იყო კიევში, ერდოღანი იყო კიევში და საუბარი იყო სამთა კავშირზე, ეს იყო ბრიტანეთი, უკრაინა, თურქეთი და იქვე საუბარში მოიაზრებოდა საქართველოც, როგორც მეოთხე წევრი, როგორც შავი ზღვის აკვატორიის წევრი ქვეყანა. ნუ ეს იყო ასე ვთქვათ დაგვიანებული ნაბიჯი ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე მაგ შეხვედრებიდან და მაგ იდეის გაჟღერებიდან სადღაცა თუ მეხსება არ მღალატობს 10 დღეში უკვე ეს სრულმასშტაბიანობები დაიწყო, თუმცა არ მგონია რომ აი ეს ფორმატი სადღაც გვერდზე იყოს დიდი ხნით გადადებული, იმიტომ რომ ომი როგორც კი დამთავრდება, ჩემი აზრით ბრიტანეთი ისევ გააქტიურებს ამ საკითხს. იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ ტრამპის მოსვლამ თეთრ კაბინეტში, თეთრ სახლში, ოვალურ ოფისში გარკვეულწილად სერიოზული შეჯანჯღარება გამოიწვია არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის. აქედან გამომდინარე ძალიან ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ მხარეები, ქვეყნები, მათ შორის ისეთი ქვეყნები როგორც ბრიტანეთი არის, ეძებს რაღაც ახალ კავშირებს, რომელიც რამე იყოს გეგმა ბ-ს სახით იქნება. მიუხედავად იმისა, ეხლა შუალედურ არჩევნებზე ტრამპი კონგრესში რა შედეგებს დადებს და მე უკვე როდესაც ვადა გაუვა მის ნაცვლად ივენსი იქნება, მარკო რუბიო იქნება თუ ვინმე დემოკრატი გამოჩნდება, მიუხედავად მაგისა, მე ვფიქრობ, რომ სანამ აი ეს ნდობა, რომელიც ტრამპმა ასე მაგრა შეარყია, აღდგება, ვფიქრობ, რომ აი ესეთ ორმხრივ და მრავალმხრივ კავშირებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და მათ შორის მნიშვნელობა ექნება იმას, ვინ არის ევროკავშირის წევრი. იმიტომ რომ აი ევროკავშირის წევრობა არის დამატებითი ეკონომიკური და მატერიალური ბენეფიტი, რომელიც ამა თუ იმ სახელმწიფოს შეიძლება კონდეს. შესაბამისად, აი ამ პირობებში განიავებული შანსი, რომ ორმხრივ ურთიერთობები ეძებო. პრინციპში, ეხლა თავს ვიტყუებ რა, ეს განიავებული შანსი არის დასავლელ პარტნიორებთან გზების მოძებნის, თორე ჩვენ ხედავთ სად ეძებენ პარტნიორებს ქართული ოცნების წარმომადგენლები, ხო და აი სწორედ ვფიქრობ, რომ გადალაგება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მაგ ჭრილში და ნაკურში ხდება, რომ იმის ნაცვლად, რომ ჩვენს უსაფრთხოების არქიტექტურა, ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურა დაუკავშიროთ დასავლურ სტანდარტებს და დასავლურ იდეას, ვეძებთ სადღაც სხვაგან. ხო? კი, რა თქმა უნდა, ეხლა ჩინეთი თავისი ეკონომიკით ძალიან ძლიერია, სამხედრო წარმოებით ძალიან ძლიერია, მაგრამ რა არის ჩინეთის ფასეულობა? ვინმე მითხრას რატომ შეიძლება საქართველოსთვის ჩინეთისთვის რატომ შეიძლება საქართველოს მნიშვნელოვანი და საინტერესო იყოს გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ პატარები ვართ, შესაძლოა ჩინეთისთვის რაღაცა ინტერესს წარმოადგენდეთ. რაღაცა ძალიან დიდი ინტერესია ხა თავის. მაგრამ ჩვენ როგორც ქართველებს, ხო? ჩვენ როგორც საქართველოს სახელმწიფოს
რა შეიძლება ჩინეთისგან მოდი მაშინ მარტივად რო ვთქვა, ანუ ჩინეთის ხელისუფლება ეტყვის რუსეთს, რომ ეხლა რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ გაიყვანე ჯარი იქიდან. არა, რა თქმა უნდა, ხო? სტრატეგიული პარტნიორობა გადახვევა უნდა გავაკეთოთ. ამ წინებას ვიტყვი და მე აი სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმეთ ჩინეთთან და ამ სტრატეგიული პარტნიორობაში ჩვენი მხრიდან ტაივანზე ჩანაწერი არის და ჩინეთის მხრიდან არ არის ჩანაწერი რომ ის არის რა ქვია ტერიტორიული მთლიანობის და ურხევლობის. ხო, მეტიც. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? მეტიც, მეგობრებო, აი ხა ძალიან ესეთი არ მინდოდა ამ თემის ახლა შემოტანა, იმიტომ რომ გეგმავდით მეორე ნახევარში ამ თემაზე. საუბარმა მოიტანა. ხო, გვემსჯელა. ჩვენ ვნახეთ დღეს სომხეთის დედაქალაქში, მთავარ მოედანზე, სამხედრო აღლუმი, სადაც იყო წარმოდგენილი ჩინური წარმოების უპილოტო დამრტყმელი საშუალებები, დაახლოებით MQ-9 ამერიკული დრონის ანალოგი, ოღონდ ჩინური ვარიანტი. და მოდით დავსვათ კითხვა ხმამაღლა, თუ გნებავთ ვიმსჯელოთ, მაგრამ რა ჩემი აზრით ხე კითხვა არის რა, ეს უფრო ვიდრე მსჯელობა. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არის ჩინეთის და რა დრონი მაინც მივიღეთ, ან რამე მაინც მივიღეთ, რამე ტექნოლოგია მივიღეთ პირობითად რაღაცას Xiaomi-ის რაღაცა დეტალს აწყობენ აქ თუ აი რაღაცა. კი, მივიღეთ ტექნოლოგია სხვათა შორის სათვალთვალო კამერების სახით. ანუ სათვალთვალო კამერები AI ინტეგრირებული. ხო, ნუ ეს ბევრი ქვეყანა აკეთებს, ხო და ჩინეთს უკვეთავს ბევრი, ანუ აი სტრატეგიული პარტნიორობა ამისთვის სულაც არ არის საჭირო, ხო? ანუ ნებისმიერ რაღაც შეგიძლია გააკეთო, ტაივანში შეგიძლია შეუკვეთო ჩამო. ანუ ეს მოძალადე ძალოვნების ბოსტანში იყონას. ხო, ეს კითხვა. ხალხის იდენტიფიცირებისთვის პირბადის შემთხვევაშიც კი აქციაზე. ეს კითხვა არის დღის წესრიგში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან რას აძლევს საქართველოს არის დიდი კითხვის ნიშანი, ხო? და დავტოვოთ ეს კითხვის ნიშანი. ამავდროულად დაუბრუნდეთ თამარას ამბავს კვიპროსი, კალასის განცხადება, რომ საქართველოსდან უნდა გავიდეს საოკუპაციო ძალები. ანუ ვინ ამბობს ამას? ამას ამბობს ევროკავშირი, ამას ამბობს შეერთებული შტატები, ამას ამბობს ნატო და ამას ამბობენ საქართველოს დასავლელი მოკავშირეები. მხოლოდ დასავლელი მოკავშირეები. რაც რატი თქვა, რომ ჩანაწერი არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ ჩინეთთან მიმართებით, ხო? სხვა ყველა ამბობს, რომ პატივს ცემს საქართველოს სუვერენიტეტს, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას მის აღიარებულ საზღვრებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი. არავინ არ აკეთებს ესეთ ჩანაწერს, როგორც არ უნდა ლავირებდეს თუ სწორი სიტყვა არის და სწორი შეფასება ძალაუფლებაში მყოფები, სხვადასხვა მიმართებით, ეს ყველაფერი გავს, რა ვიცი, შემოდგომის ფოთოლს, რომელსაც ქარი არხევს იქით და აქეთ, ხო? ანუ საბოლოო ჯამში რაღაცა შედეგი უნდა მიიღო. შედეგი განცხადება მხარდაჭერა მოდის ძირითადად დასავლეთიდან. სხვა არავისგან ეს ყველაფერი არის. ძალიან მოკლედ ერთ წინადადებით დავამატებ, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, პირდაპირ უპირისპირდება და ალბათ მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეს ხოლმე ადგილობრივ დონეზე გამჯდარი ნარატივები. ეს მით უმეტეს, რა ვიცი, ჩვენი მაყურებელი გვინდა ყოველ შემთხვევაში რომ ეგ ხალხი იყოს, ვისაც ცდილობენ რომ რაღაცები სხვანაირად დააჯერონ. და ეს ყველაფერი რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მკვეთრად უპირისპირდება იმ ნარატივს რომ თითქოს აი ახლა რუსეთთან უნდა ჩავწვეთ, უნდა რაღაცა ვაცადოთ თუ მოვითმინოთ თუ რაღაცა არ ამოვიღოთ ხმა და იქნება ასე და ხო არის ესეთი ნარატივი რომ აი დაგვიბრუნებს მერე ტერიტორიებს რაღაცას გადმოგვიგდებს, ანუ ხალხს არის საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც ამის ჯერა რომ აი ამ რაღაცა დათბობის პოლიტიკით ის შენ რაღაცას დაგითმობს. კი, და ოპტიკურ ბოჭკოვან დრონებს აძლევენ ცხინვალის რეჟიმს. ანუ ამ დროს თუ რეალურად ერთადერთი რეალური ამბავი, ერთადერთი რეალური გზა, ხო, არის ის, რომ ძალის პოზიციიდან უკრაინამ, ევროკავშირმა, ჩვენმა რეალურმა პარტნიორებმა მოსთხოვონ საკითხი ასე დაუსვან და არ გამოგვტოვონ ამ ამბავში იგივე მოლდოვასთან ერთად, ხო? ეს არის რეალური გზა და ჩვენ რასაც გვატყუებენ ყოველ შემთხვევაში რომ ვინმე რაღაცა შეიძლება დაგვითმოს, ამაზე მაქვს ხოლმე ყოველთვის ის პასუხი რომ აფხაზეთში ორი ვილა არ დათმო რუსეთის ხელისუფლებამ და ამაზე ვაჭრობდნენ დიდი ხნის განმავლობაში ადგილობრივი ხალხი აქციებზე. ორი შენობა არ დათმო საბჭოთა დროინდელი ვილები, ხო, ეს რაღაც სამთავრობო ვილები. რომელ აფხაზეთს აგერ რატიფიცირება მოახდინა გადაგულთან ორი ოსეთის იმისი გაერთიანების რაღაცა ინტეგრაციის, ნუ რა დათმობაზე და რა დაბრუნებაზე. სიტყვით, მე მგონი ყველაფერი ძალიან ზედაპირზე და ვისაც დანახვა უნდა ძალიან კარგად დაინახავს რომ ამ ქვეყნის მათ შორის
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა და პერსპექტივა ჩანს მანდ, რომ სწორ პარტნიორებთან დროული და ეფექტური ნაბიჯები იქნას გადადგმული. თამარ, როდის ჩაიწერება ეს ყველაფერი, ან როდის იქნება ასახული დოკუმენტში ევროკავშირის, ხომ არ იცი? ან და საერთოდაც აი ბრიუსელიდან მაგალითად როგორი გამოხმაურება ქონდა ამ ყველაფერს? ხო არ იცი? იცი რა, რამდენიმე საათის წინ დასრულდა ეს არაფორმალური შეხვედრა და ბრიფინგიც რამდენიმე საათის წინ იყო. ჯერ ესე, რაც გადავხედე ახალ ამბებს, ესეთი რაღაც არ არის. რომ ფიდბექი, ასე რომ ვთქვათ, ინგლისური სიტყვა ბოდიში მაყურებელთან არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში. ერთი რაც თქვა თვითონ კალასმა, რომ ზოგადად რაღაც აი ამ თემებზე საუბარსო, არ ვამბობ რომ კონკრეტულად თქვათ ჯარების გაყვანაზე, ზოგადად ამ დოკუმენტზეც და უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მაგიდაზე ევროკავშირის ადგილზე გავაგრძელებთო უკვე ჩვეულებრივად საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლუქსემბურგშიო და აი საინტერესოა, უნდა ჩავხედოთ დღის წესრიგს, როდის იქნება. ასევე მე ვარაუდობ, რომ ზაფხულის არ დადეგებამდე ბოლო სამიტი, როდესაც იქნება ლიდერების ბრიუსელში, ალბათ იქაც იქნება ამ საკითხზე ლაპარაკი. აი ზუსტად რომ დაუბრუნდე ბექამ რაც თქვა და კაია კალასმა, რომ ანუ ნახეთ ერთი განწყობა ბრიუსელში. ანუ განწყობა ბრიუსელში აი ძალიან ისეთია, რომ რაღაცა შეიცვალა ფრონტზე. ვითარება არის უფრო პოზიტიური უკრაინასთან დაკავშირებით და რაღაცნაირად ევროკავშირიც მოტივირებულია, რომ ალბათ გადაწყდეს საბოლოოდ სიტუაცია და ომის დამთავრებისკენაც წავიდეს ეს ვითარება და ზოგადად აი ევროკავშირმაც დაასრულოს ამ თავის სტრატეგიულ ავტონომიაზე მუშაობა. აი სტრატეგიული ავტონომია ძალიან აქტუალური ფრაზა გახდა ბრიუსელში და ნახოთ ალბათ კიდევ ერთი გამოწვევა ახლა რა თქმა უნდა სომხეთში არჩევნებია. ვიდრე სომხეთთან მივალ, თამარა, შენ მოსკოვის რეაქცია ახსენე თუ სწორად მახსოვს და ესაც მნიშვნელოვანი სიმპტომია რა. პირველივე ეგრევე განცხადებას რომ იქიდან გამოხმაურება მოყვა ლავროვის დონეზე. რა თქვა ლავროვმა? ლავროვის და მერე უშაკოვიც წამოეცია, რომელიც რაღაცნაირად ცოტა ეგეც ვერ გავიგე, რაღაცა შიდა კონკურენციას ავითა აქვთ, რომ ლავროვი და ამ დროს უშაკოვი, აი რომელი უფრო დაახლოებულია ვლადიმერ პუტინთან და ვის უფრო ისეთი ინფორმაცია აქვს პირველი პირისგან და ვის აქვს ლეგიტიმაცია ამის გახმოვანების. მოკლედ, სანამ ბრიფინგი იქნებოდა პირველივე განცხადება ჟურნალისტების ენით დორსტებზე, ანუ სანამ დაიწყება შეხვედრა, სადაც აკეთებენ განცხადებებს მინისტრები, იქ გაკეთებული განცხადება იმ წუთას აიტაცა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ და ლავროვიც ყაზახეთში არიან, ხო თუ ყირგიზეთში არიან ახლა? ყაზახეთში. მე რამდენადაც მახსოვს ყაზახეთში. ტოყაევთან, ხო, იქ არიან და იქვე მივარდა ერთ-ერთი, ну და რა თქმა უნდა, დაგეგმილი იყო, მოკლედ პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენელი ლავროვს და სხვათა შორის, აი ძალიან ჩემთვის საყურადღებო იყო, რომ ზუსტად ეს ორი სეგმენტი დაუსვა შეკითხვა. რას ფიქრობთ თქვენო კაია კალასის განცხადებაზეო, რომ რაოდენობა არმიის უნდა შემცირდესო და უნდა იყოს გაყვანილი ჯარებიო მოლდოვადან და ოსეთიდანო, ესე კითხა, ანუ სამხრეთ ოსეთიდანო. აი ეს ოკუპირებული რა თქმა უნდა არც ახსენებდა, მაგრამ ოსეთი თქვა სხვათა შორის. და ლავროვმა თქვა, რომ იდიოტურ განცხადებაზე კომენტარს არ ვაკეთებო. რა თქმა უნდა, ისინი ეცდებიან რომ ეს ყველაფერი ესე გააბაიბურონ ჩვენთან ცოტა ესეთი მიღებული ჟარგონით რომ ვთქვათ და ეს ერთ დღეში და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ეს ყველაფერი დროც და პროცესიც დამოკიდებული არის იმაზე, რა შედეგი იქნება უკრაინაში ფრონტზე. მოდი, ვიდრე გადავალთ ახლა, მე მგონი მანდეთ უნდა წავიდეთ და ჩვენ გრიფენები ვახსენეთ და ფრონტზე არსებული სიტუაცია, რომელიც ძალიან რადიკალურად იცვლება, ყოველდღიურად ამას თვალს ვადევნებთ, ვიდრე ამას დავაანონსებთ, კი არა და გავშლით. მანამდე პატარა მტიხარი
მაყურებლისთვის. თუ ამდენი ხანი გვიყურებდით და ჯერ არხი გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწერეთ. ახლავე დაალაიქეთ ვიდეო თუ ამ ნაწილში უკვე თქვენთვის საინტერესო თემებს შევეხეთ და ხო, სხვებსაც ურჩიეთ ხოლმე. დარჩით ბოლომდე ჯერ კომენტარებში აქტიურეთ. მნიშვნელოვანი არის თქვენი აზრი, გამოხატეთ კომენტარებში. თემები დარჩენილი, რომელიც უნდა განვიხილოთ და გავაგრძელოთ. მოკლედ, სერიოზული გარდამტეხი ამბები ხდება ფრონტზე. წინა კვირაშიც ვისაუბრეთ ჩვენ შორს მოქმედ, უпростоრად საშუალო დისტანციაზე მოქმედ დრონებზე და ეგ ამბავი ძალიან მაგრად გახურდა. ყოველდღიურად უამრავი ახალი ვიდეო მასალა ვრცელდება, სადაც გზებზე ასე მარჯვნივ და მარცხნივ მიმოფანტული დამწვარი რუსული სამხედრო ტექნიკა და არა მხოლოდ სამხედრო ტექნიკა, იქ არის საწვამზიდები, იქ არის რაღაც მომარაგების სატვირთოები, ურალები, კამაზები იწვის აბსოლუტურად პირდაპირი გაგებით რუსეთის სამხედრო ძალების, საოკუპაციო ძალების ლოჯისტიკა იწვის. და ეს არ ხდება მხოლოდ სამხრეთის მიმართულებით. ბოლო დღეების განმავლობაში რასაც ვაკვირდებოდი, ეს ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს დონეცკის მიმართულებითაც, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ ძირითადად საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი მაინც არის ეს მიმართულება, ხო? ეს თავისთავად, ძალიან მარტივი ლოგიკა მუშაობს აქ, თუ ფრონტზე ვერ ამარაგებ სამხედრო ძალებს, წინა ხაზზე მყოფ სამხედროებს, შესაბამისად მათი შეტევითი პოტენციალი მცირდება, მათი შემდგომში უკვე პოზიციების შენარჩუნების შესაძლებლობები იკლებს. და ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენ ვხედავთ უფრო ბევრ განცხადებას ყოველდღიურად იმის შესახებ, რომ არ არის გამორიცხული რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე უკრაინამ აქტიური კონტრშეტევითი ოპერაციები დაიწყოს და გააფართოვოს ყოველ შემთხვევაში ის, რაცაც ნაწილობრივ დღეს უკვე ვხედავთ იგივე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. ეს აბსოლუტურად ლოგიკური არის. და ამას კიდევ განვავითარებთ ჩვენ ჩავშალოთ სად რა ხდება, მაგრამ ამ ყველაფერს დაემატა დღეს თავშიც ვახსენე, რომ დღის მთავარი ამბავი ჩემთვის არის გრიფენების გადაცემა. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას სკეპტიკოსებს რა დალევს, აი F-16-ებიც ხომ მიაწოდეს და მე რა მოხდა, ხომ არაფერი განსაკუთრებული შეცვლილა და ასე შემდეგ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ეს არის ბევრი სხვადასხვა კომპონენტი, რომელიც საბოლოო ჯამში რაღაც შედეგებს იძლევა. ამ შემთხვევაში აქ ორი წამით გაგაცხადებ ზუსტად. როგორ არ შეცვლილა დრონების ჩამოგდების სტატისტიკა ნახეთ როგორ შეიცვალა. ასევე ნახეთ სადამდე შეუძლიათ რუსულ ავიაციას შესვლა და საიდან ისვრიან რაკეტებს და ასე ნახეთ როგორ ხდება ავიაციიდან ფრონტზე უკრაინელების მხრიდან ავიაციის გამოყენება. ძალიან ასე ვთქვათ ზვერელი ნათქვამი არის და ზუსტად ბექა შენზე კი არ ვამბობ მათზე ვინც ამბობს რომ რა შეიცვალო იმად გასაგონად უბრალოდ ჩამოვთვალე რა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არც ეხება ხოლმე რომ რუსული პროპაგანდა წოს რომ ეს დიდია ჯერ პანიკას აწევენ რომ ეგი არ მიცეთო. მერე მაინც აძლევენ ამერას და მერე პროპაგანდაზე რომ დიდი ვერაფერი ვერ არის. როგორ ვერ არის დრონების ჩამოგდების სტატისტიკა ნახოთ რომ სადამდე შემოდის რუსული ავიაცია და საიდან არის ძლებული რაკეტები ისროლოს და ნახოთ ფრონტზე გამოყენებული უკრაინელების მხრიდან ავიაცია და მივხვდებით F-16-ებს რა ძალა ქონდა და რა შეწყდა. გავშალოთ ეს თემა, დროშ შეზღუდულები არ ვართ და ასე შემდეგ. ნახე, ამ ამბავს უკვე უწოდეს ეგრეთ წოდებული game changer-ი, ან თამაშის წესების შემცვლელი გადაწყვეტილება. ვიცით რომ ეს ხვალ არ მოხდება, მაგრამ წლის ბოლომდე უკრაინას ექნება და ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არ იქნება მხოლოდ გრიფენები, ეს იქნება აღჭურვილი თავის შეიარაღებასთან ერთად, ჰაერი კლასის რაკეტებთან ერთად, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ 200 კილომეტრის სიღრმეში 100-დან 200 კილომეტრის სიღრმეში გაანადგუროს საჰაერო სამიზნეები, ხო? აი აქ არის მაყურებელს რომ აუხსნათ რატომ არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი. რუსეთის ავიაცია ძალიან როცა ამბობენ რომ უკრაინის ქალაქები და სოფლები მიწასთან არის გასწორებული, აქ იგულისხმება ძირითადად იმის ეფექტი, რომ საოკუპაციო არმია ძალიან ეფექტურად ამ დრომდე იყენებს ეგრეთ წოდებულ მართვად საავიაციო ბომბებს.
ვიდრე ახლოსაც კი არა 10 და 20 კილომეტრით ვიდრე მიუახლოვდებიან უშუალოდ ფრონტის ხაზს და კონკრეტულ დასახლებულ პირობითად კონსტანტინივკას, რომლის გარშემოც ახლა არის საბრძოლო მოქმედებები, ხო? ვიდრე აქამდე მივიდოდნენ, ეს ქალაქი მიწასთან გაასწორეს თვეებით ადრე. და ეს ხდებოდა სწორედ ამ მართვადი ავიაბომბების მეშვეობით, რომელსაც დაახლოებით 60-50 კილომეტრის დისტანციიდან რუსული ავიაცია უშვებს და მერე უკვე მიდის სისამიზნეზე და ანუ მართლა მიწასთან არის გასწორებული, მერე დრონებით გადაღებული კადრები ვრცელდება ხოლმე და ერთმანეთს გავს უკვე ყველაფერი, მარიუპოლი რო იყო თავის დროზე პირველად ეფექტი რომ მოახდინა, რომ ნახევრა იყო ბახმუტი რო იყო. აი იგივე მდგომარეობაში არის არა მხოლოდ კონსტანტინოვკა, მთლიანად აი ფრონტის გასწვრივ არსებული ქალაქების უმრავლესობა. და ამას ეს ვეღარ მოხდება. იმ შემთხვევაში თუ ავიაცია და ასეთი უპირატესობის მქონე, ანუ აქ მნიშვნელოვანი არის სხვაობები, ხო? ანუ ჩვენ ვაპარაკობთ იქიდან 60-70 კილომეტრი, აქედან 150 და 200 კილომეტრი, ანუ ვიდრე იმ დისტანციაზე მივლენ, საიდანაც საავიაციო ბომბები უნდა ჩამოყარონ, მანამდე მოხდება ამ სამიზნეების განეიტრალება. აი ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ფრონტის ხაზზე არსებულ სურათს, ეს მნიშვნელოვნად შეასუსტებს რუსების იმ პოტენციალს, რომ ეს ხო ნიშნავს, რომ თუ გამაგრებ ფაქტობრივად შესაძლებლობას უსპობენ უკრაინელებს, რომ განალაგონ საკუთარი პოზიციები, ანუ ფრონტის ხაზთან ახლოს კონდეთ საყრდენი პუნქტები, ხო? იბომბება ინტენსიურად. და ეს თუ აღარ იქნება დღის წესრიგში, ძალიან მნიშვნელოვნად შეიცვლება მათ შორის კონტრშეტევის პოტენციალი. და ამას ახლა დავუმატოთ პლუს კიდე ლოჯისტიკის ეს დიდი რღვევა, რასაც აი ამ წუთასაც განიცდის რუსეთის არმია. უკვე წუწუნებენ იმაზე, რომ ფრონტზე ვეღარ ხდება საკმარისი რაოდენობით საწვავით მომარაგება მათ შორის. შემთხვევითი არ არის, რომ ძალიან ხშირად ამ კადრებში ვხედავთ საწვამზიდებს, ასევე სამიზნეში ამოიღეს რამდენჯერმე ბენზინგასამართი სადგურებიც. და მთელი რუსული ეს სამხედრო მიმომხილველები და ბლოგერები თუ ასე შემდეგ პროპაგანდისტები და ყველა მსჯელობს ახლა იმაზე, რა შეიძლება იყოს აქედან გამოსავალი. და ბევრ სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ. მათ შორის ეგრეთ წოდებული დრონისგან დამცავი ბადეები გამორიცხულია ფაქტობრივად, ჯერ ერთი ამხელა დისტანციაზე, ამხელა მაგისტრალებზე ამ ბადეების მშენებლობა ფაქტობრივად წარმოუდგენელი ამბავი არის. მეორე არის, რომ რამდენად ეფექტურად შეიძლება ამ ყველაფერმა დაიცვას რეალურად ამ ძიმე დრონებისგან, როცა 200 კილოგრამიანი საბრძოლო მუხტის მატარებელ დრონებზე არის იგივე ახალ FP2-ებზე საუბარი, რომელიც უფრო დიდ დარტყმას გამოიწვევს, რამდენად დაიცავს ზოგადად ეს ბადეები. ახლა მიდის მსჯელობა ასევე იმაზე, რომ ეს პრობლემები გააძვირებს ლოჯისტიკას. არა მხოლოდ შეაფერხებს, არამედ გააძვირებს, იმიტომ რომ მოუწევთ მათ გადაწყობა პირობითად კამაზით და ურალით კი აღარ გაზიდავენ რაღაცა შეიარაღებას. მოუწევთ რომ რაღაც სამოქალაქო პატარა სადისტრიბუციო ქსელი ააწყონ მაგალითად და უფრო შეუმჩნეველი გახადონ ეს პროცესი. ეს თავისთავად დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამასთან დაკავშირებულია საფრთხეებთან ცოცხალი ძალის თვალსაზრისით. მზღოლები მარტივად რომ ვთქვათ, უკვე აღარ მიდიან იმ რისკებზე, რაზეც მიდიოდნენ გუშინ. და ფიქრობენ, რომ შეიძლება ეხლა მე 2 დრონი მიმიზნებდეს ერთობლივად და უბრალოდ მოვკვდე და არ მიღირს ის თანხა, რასაც გადამიხდიან. პირობითად ვიღაც სამოქალაქო პირი, ვისაც ეტყვიან, რომ შენი სამარშრუტო ტაქსი მომეცი ახლა და უნდა დავტვირთო ჭურვებით და წავიღო, შეიძლება ამ რისკზე არ წავიდეს. მაგიტომაც არის უკვე შეიმჩნევა, რომ აღარავის აღარ აქვს დიდი ძველი სურვილი, რომ კონტრაქტს მოაწეროს ხელი და წავიდეს. კი ბატონო. და კიდევ ერთი კომპონენტი ამ ნაწილში, რაც მინდოდა მეხსენებინა, რასაც განიხილავენ და ეს ჩემი მოგონილი არ არის. სპეციალისტები ამას ამბობენ, არის ის, რომ ფრონტზე გადაადგილებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს ეს ამბავი. თუ პირობითად რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე, იქნება ეს ზაპოროჟიეს მიმართულება თუ, ავიცი, დონეცკის ოლქი თუ რომელიც ფრონტის რომელი მონაკვეთიც არ უნდა ავიღოთ. თუ პირობითად უკრაინის შეიარაღებული ძალები რაღაცა არა თუ ესეთ პატარა ტაქტიკურ კონცერტებას, არა უფრო მასშტაბურ რამეს თუ დაგეგმავს აი ამ ფონზე, ამას დაჭირდება დამატებითი ძალების გადასროლა რაღაცა A პუნქტიდან B პუნქტში რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილება, ასე ვთქვათ. აი აქ შემოდის უკვე ახალი პრობლემა. თუ მანამდე 20
წუთში 30 კილომეტრის მიღმა თავისუფლად ხდებოდა ამ არტერიებით სარგებლობა. ახლა ეს კოლონების გადაადგილება, ხო, ცოცხალი ძალის თუ ჯავშანი ტექნიკი რაც დაჭირდებათ რომ გადაიყვანონ ერთი ადგილიდან მეორეში, უფრო მეტად შესამჩნევი და პირდაპირ სამიზნე გახდება. ეს მნიშვნელოვნად გაართულებს მათთვის მდგომარეობას და მოუქნელს გახდის, ასე ვთქვათ. ჩვენ ხედავდით, ხო, პირობითად რაღაცა იქ პოკროვსკის ამბის მერე ძალიან სწრაფად გადაისროლეს სამხრეთში იქ განლაგებული ბრძოლის უნარიანი დანაყოფები, რომლებიც ახლა არიან იქ, რა ქვია, ზაპოროჟიეს ფრონტზე, ხო? იგივე კამიანსკის გარშემო ახლა სადაც განსაკუთრებით უჭირს. ანუ ეს მოხდა რამდენიმე კვირაში, 2-3 კვირაში გადააწყვეს მთელი ეს ლოჯისტიკა, ასე ვთქვათ. მაგრამ ამ ახალ რეალობაში, რომელშიც ახლა ჩვენ შევდივართ, კიდევ მეორე, ეს არ არის ჩემი ნათქვამი, ამას ამბობენ თავად რუსი სამხედრო ექსპერტები, უკრაინელებზე აღარაფერს არ ამბობ. ისინი ამაზე, ავიცი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრს წუწუნებენ უკვე და ძალიან ღია კითხვებს ვამენ, სად არის გამოსავალი ამ შემთხვევაში. ერთადერთ გამოსავალს განიხილავენ იმას, რაც ძალიან პესიმისტურად ჟღერს, რომ ამ სტრატეგიული მნიშვნელობის გზებზე განალაგონ საცეცხლე ჯგუფები, პოზიციები შექმნან, რომ დამატებით მოხდეს, ვთქვათ, ამ რისკების გადაზღვევა და ამას ჭირდება ბევრი რესურსი, ამას ჭირდება ხალხი, ამას ჭირდება შეიარაღება და რთული ამოცანის წინაშე დადგებიან ცალსახად. დავიწყოთ შვედური თვითმფრინავები, ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყვი რომ დღის მოვლენა კი არა, ხო, ძალიან დიდი მოვლენა არის, იმიტომ რომ საუბარი არის 150 თვითმფრინავზე. 100-დან 150 თვითმფრინავ. ანუ 100 პირველი პარტია 16-ია, როგორც ვიცი და მე უკვე 2 წლის განმავლობაში, ხო? 150 ამ მთელი საავიაციო პარკი უზარმაზარი, მოდერნიზირებული შვედური ტექნიკა, რომელიც აბსოლუტურად თავსებადია. ეს არ არის რაღაცა Su-25 მოდერნიზებული სადღაც. ეს არის ძალიან სერიოზული იარაღი, რომლის ეფექტური გამოყენების შემთხვევაში აბსოლუტურად ცვლიან ყველაფერს. ეხლა მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბრიტანელი მარშალი იყო მონტგომერი, რომელიც ამბობდა, რომ ის ვინც აკონტროლებს ცას, ის აკონტროლებს საბოლოო ჯამში ხმელეთსაც. აქამდე ჩვენ ვაკვირდებოდით, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინა ცალსახად ითხოვდა ცის ჩაკეტვას. ანუ ეს საკითხი ცასთან მიმართებით კვლავაც ძალიან აქტუალურია, მაგრამ უკვე თავისი ძალებით გააკეთებს ამ ყველაფერს. კი, ეს არ გამორიცხავს იმას, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ჯერ ამ ეტაპზე რუსები ესვრიან რაკეტებს, ესვრიან დრონებს, გამოიყენებენ რაღაც თავიანთ ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, მაგრამ თვისობრივად განსხვავებული რამ იქნება. იმიტომ რომ ამდენი მოდერნიზებული საბრძოლო თვითმფრინავი რუსეთის ავიაპარკში უბრალოდ არ არის. ეს თანამედროვე აპარატებზე არის საუბარი რა. რა თქმა უნდა რუსებს აქვთ გარკვეული მარაგი, მაგრამ ის რასაც მიიღებს უკრაინა შეცვლის ამ ბალანსსაც. და ეს ყველაფერი სახეზეა, იმიტომ რომ სახეზე რო არ იყოს ჩემო მეგობრებო, ხო, აქამდე ჩვენ ვნახავდით რაღაცა მესამე კამპიენის დღეს, ან ლვოვის დღეს, ან რაღაცა სხვა კატინის დღეში გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხო, ღმერთმა დაიფარს, ან მეხუთე წელია ეს ომი გრძელდება და მეხუთე წელია უკრაინას მხარს უჭერენ, ხო? ანუ ეს არ არის რაღაცა უბრალო ამბავი, ხო? ეს ძალიან დიდი სერიოზული პროცესი არის და ხედავთ ახლა ჩვენ უკრაინელების ძალიან სერიოზულ აქტივობებს, რაზეც ბექა საუბრობდა და მე უბრალოდ ერთ პატარა დეტალსაც შემოვიტან აქ, არ დაგვაუწყდეს რომ დღევანდელი ინფორმაციით რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 2 მცურავი საშუალება იყო დაზიანებული შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიულ წყლების სიახლოვეს ან ტერიტორიულ წყლებში უკრაინელების მიერ. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ლოგისტიკაზე ვსაუბრობთ, ანუ მომარაგებაზე, ფულზე და ასეში. ყველაფერი ფულს უკავშირდება. ხო, ახალი შორი დარტყმების დაანონსა სხვა შორის. ხო, აი ხა მე-20 სანქციების მე-20 პაკეტზე თამარა უფრო ცლად შეუძლია თამარს ისაუბროს, ხო? ძალიან ბევრი რამ არის უკვე სანქციების. არანორმალურად დიდი წნეხია, ეს არ არის რაღაცა პატარა ამბავი, ხო? და შესაბამისად, რატიმ და შენც აღნიშნეთ, ის რომ
აღარავინ აღარ იწვის ძალიან დიდი სურვილით რუსეთში რომ ფრონტის ხაზზე წავიდეს და უბრალოდ რაღაც საზარბაზნე ხორცად იქცეს და რისი ვიდეოებით ვრცელდება როგორ არ სურთ ხო მათ ეს ყველაფერი რა და ეხლა ვის უნდა უნდადეს ნორმალურ ადამიანს ეხლა სადღაც იქ წასვლა ხო ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ხო ასე რომ მანდ ძალიან თვისობრივი მოცემულობები გვაქვს მით უფრო იმ ფონზე როდესაც შობადობა სიკვდილიანობასთან შედარებით რუსეთში აი ეს ბალანსი დარღვეული არის სამწუხაროდ როგორც არის ეს მოცემულობა სიკვდილიანობის სასარგებლოდ ხო? სხვათა შორის ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე ვახსენებთ ხოლმე მობილიზაციის ამბავს და ერთი სიგნალი გამოჩნდა საინტერესო ბოლო დროს დაიწყეს რუსეთის სხვადასხვა ოლქებში ინფორმაციის გაცემა მობილიზაციის შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცნენ ან კომისარიატებმა დაიწყეს მოსახლეობაში ამ ბუკლეტების თუ რა ვიცი როგორც ქვია საინფორმაციო კამპანია დაიწყეს და ეს უკვე ხო უკვე ამბავია ეს აღარ არის უკვე რაღაც ისეთი უბრალოდ ვარაუდების დონეზე საუბარი ეს უკვე რაღაც პრაქტიკული ნაბიჯი არის რომელიც რაც გარდაუვალი ხდება თანდათან ეგ ამბავი თითქოს რა ესეთი შტაბი ომის 5 წელი რამდენიმე წინადადებით რომ შევაჯამოთ როგორც გიორგიმ თქვა ყველაფერი დაიწყო იმით რომ უკრაინელები იხვეწებოდნენ დაკეტეთსაო მე აი ჩემთვის წარმოუდგენელია მაგრამ როგორღაც გაუძლეს მე იყო კონტრშეტევის პირველი ტალღა მე უკვე იყო გარკვეული ტექნოლოგიური სიახლეები რომლითაც კლიანი საჰაერო სივრცის გაკონტროლებას უკრაინელები ვერ ახერხებდნენ მაგრამ დაიწყეს პრაქტიკულად საჰაერო მინი საჰაერო სივრცის კონტროლი ასე ვთქვათ აი ამ დრონების ტექნოლოგიების განვითარებით აქ უპირატესობის მოპოვებით ამითი შეძლეს ფრონტის გაჭედვა პრაქტიკულად უკვე ბევრი ხანია თვეებია შეგვიძლია წელზე მეტი ვთქვათ რომ ისაც ფრონტზე ხდება ეგ არის გაჭედვა კიდევ ერთხელ რამდენიმე კილომეტრი იქით რამდენიმე კილომეტრი აქეთ არაფერს სულაც ვერ ცვლის ომში ხო როცვიდეს დამთავრდებოდა ომი შენთვის არ იყოს გიორგი სადღაც რომელიღაცა ტყეში ხელშეკრულებით აი ამ ტექნოლოგიური გარღვევით უკრაინამ შეძლო და გაჭედა ფრონტი ეხლა აი ამ ტექნოლოგიის დახვეწით როგორც ჩანს ყველაფერი მიდის იქით რომ მომარაგების გზების ჩახერგვას შეძლებს რაც იმას გულისხმობს რომ ფრონტზე არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს ეს ყველაფერი რუსეთისთვის ამას ემატება არაერთი სასანქციო პაკეტი და ასევე ის რომ ძველი სასანქციო პაკეტები ეხლა იწყებენ შედეგების მოტანას რაც ჩვენ ვისაუბრია რუსეთის ეკონომიკაზე როგორ აისახება და პრაქტიკულად შევდივართ აი ამ ერთი შეხედვით სპირალზე მყოფი სიტუაციის დაძვრისკენ და დაძვრისკენ რუსეთის მიმართულებით. ანუ ახლოვდება როგორც ჩანს პერიოდი, როდესაც უკრაინა გარკვეულ სერიოზულ და ხელშესახებ წარმატებას მიაღწევს. მე თუ მკითხავ იმ პირობებში, რა პირობებშიც უკრაინა არის, ის რომ კიევი არ დაეცა, ის რომ ზელენსკის ადმინისტრაცია არის, ის რომ უკრაინის შედარებული ძალები არსებობს, ის რომ უკრაინაში ხალხი ცხოვრობს, ის რომ ფრონტი გაჭედილია, ის რომ კოლოსალური დანაკარგი აქვს რუსეთს, ეს უკვე არის უკრაინის წარმატება, მაგრამ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ომი დასრულდეს. და მე იკვეთება უკვე ნელ-ნელა კონტურები, რამ შეიძლება ეს ომი დაასრულოს. კიდევ ერთხელ არ მგონია რომ ეს თვეების ამბავია, წლებით თვეებისგან შედგება, მაგრამ უახლოეს მომავალში ამას არ ველოდები. მეტიც არაერთხელ მithქვამს და ეხლა უკვე ბექამაც აი ამ საინფორმაციო კამპანიაზე სულ ეხლა ხას ისაუბრა და 90% ყველაფერი კიდევ ესე თუ გაგრძელდა იგივე ივნისის ჩათვლით, ხო? გარდაუვალია შემოდგომის ბოლოს ზამთრის დასაწყისში დიდი მობილიზაცია რუსეთში, მაგ ტალღაზე იქნება გასაძლები და დამთავრებული ამბავია. აი ესე ჩანს ამ გადმოსახედიდან. ის ჩვენ ძალიან მინდა ეხლა გავიხსენოთ და მოყოლასაც გავახსენოთ დაახლოებით 1 წლის წინ აქვს ჰოჯეს ნათქვამი, რომ ყველაფერი გადაწყდება ფრონტზე, მაშინ როდესაც რომელიმე მხარე გამოიფიტება და აი ეხლა ჩვენ ვხედავთ ამას, რომ ნელ-ნელა იმის მოლოდინში რომ უკრაინა გამოიფიტებოდა, იფიტება რუსეთი. უკრაინა განა იმიტომ არ გამოიფიტა, რომ ესეთი თვითწყობადია, არა ძალიან ბევრი დახმარება მიიღო დასავლური სამყაროსგან და ამის შედეგად არ გამოიფიტა. რუსეთი აქამდე არ გამოიფიტა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყანა არის ჩართული მისთვის დახმარებაში, სანქციების თავის სარიდებაში ირიბად და სამწუხაროდ ამ ცოცხალი ძალითაც.
და ეს ირიბზე ვსაუბრობ და ახლა ცოცხალი ძალა, ტექნოლოგიები, შეიარაღება და ფული ეგ კიდე სხვა არის. მე ვსაუბრობდი როგორც საქართველოს ირიბად რო ეხმარება რომ სანქციების თავიავლიოთ, ეგრე ბევრი ქვეყანა და სამწუხაროდ მათ შორის ევროპული ქვეყნებიც. ახლა ისე რომ არ გამოგვივიდეს რომ მარტო საქართველოზე ვლაპარაკობ, თუმცა ფაქტია რომ ეს ქვეყნები არსებობს, სხვადასხვა წილია რა თქმა უნდა და მეორე ფაქტი არის რომ ძალიან ბევრი იგივე ეკონომიკური დახმარება, ტექნოლოგიების დახმარება, შეიარაღების დახმარება, ცოცხალი ძალის დახმარებას რუსეთი იღებს. თუმცა აი მოდით აი ეს ჩვენ წინაზე ვისაუბრეთ იმის რა ქვია ტრამპის და პუტინის ვიზიტზე ჩინეთში. თუმცა მაშინ გამოგჩა რომ გვეთქვა და ძალიან მინდა რომ ეხლა ვთქვათ თუ მიაქციეთ ყურადღება სახელმწიფო ვახშამზე რა მუსიკის ფონზე იგივე გედების ტბა და გედების ტბა რაშუაშია თუ კი ყავს ახალგაზრდა მაყურებელი რომელმაც არ იცის დარწმუნებული ვარ თამარი ეხლა ამ თემას ძალიან კარგად გაშლის და ასევე მინდა რომ თუ კი აქვს კიდევ რამე აი ამ სანქციებზე დამატებით კიდევ რამე სანქციებზე მინდოდა ზუსტად და მაგას დავამატებ ერთ დეტალს უბრალოდ რატომ არის სანქციები მნიშვნელოვანი რატომ ნაწილობრივ ვისაუბრა მაგრამ მათ შორის აზოვის კორპუსის ერთ-ერთი ლიდერის ციტატას ვკითხულობდი დღეს სწორედ რომელიც გვარი აღარ მახსოვს სამწუხაროდ პროკოპენკო არა მეორე რომ არის ერთ-ერთი სტარი რა ესეთი მაგ დანაყოფის ეს დრამას ამბობდა ახლა ბელიც ხო მე მგონი ნახე ახლა არის აი 5 თვე და ახლობით არის გარდამტეხი და აქ მნიშვნელოვანი არის იმის გააზრება რომ ოდესღაც ადრე თუ გვიან, რა ვიცი, 3 თვეში, 4 თვეში, 5 თვეში, 1 წელში თუ როცა იქნება, რუსეთი აუცილებლად შეიმუშავებს რაღაცა საწინააღმდეგო იარაღს, სისტემას იმის საპასუხოდ, რასაც ახლა ჩვენ ხედავთ აქტიურ ფაზაში, ну აი ამ საშუალო დრონებზე, დისტანციის დრონებზე ვსაუბრობ, ხო? რაც მათ ლოჯისტიკას ახლა მაგარ შავდღეში აგდებს. ისინი ამას გააკეთებენ. ამის მიხვედრას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, მაგრამ ვიდრე ამას შექმნიან სწორედ ახლა არის უკრაინელებისთვის მომენტუმი და აი ამაზე გავლენას ახდენს სწორედ სანქციების ეფექტი, როდის შექმნიან და როგორ შექმნიან, იმიტომ რომ ამ სანქციებში იგულისხმება ტექნოლოგიური კომპონენტების მიწოდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წლების განმავლობაში ჩვენ ვიცით რომ ბევრ დასავლურ ტექნოლოგიას მოწყვეტილი არის რუსეთის შეიარაღება, მათ შორის არა მხოლოდ შეიარაღება სამოქალაქო ნაწილში, იგივე ავიაცია არის მოწყვეტილი და საინტერესო ინფორმაცია მოვისმინე. არ მინდა უბრალოდ რაღაცა სპეკულაციის სივრცე შევქმნა, მაგრამ მე მოვისმინე საინტერესო ინფორმაცია უკრაინელი ბლოგერების მიერ გავრცელებული, სადაც სამწუხაროდ ახსენებდნენ საქართველოსაც იმ ერთ-ერთ სქემაში თუ როგორ ხდება იგივე საავიაციო ნაწილები რუსეთში, როგორ მოქმედებს ეს ხალხი ამდენი წლის განმავლობაში, ხო, ომის პირობებში წესით ხო დასანქცირებული არიან და აი როგორ ხდება ავიაციის ნაწილები. ნუ ეს ცალკე საინტერესო თემა არის, საჯარო წყაროებზე დევს ეს ინფორმაცია და ამის მოძიება შესაძლებელია. პატარა გადახვევა გავაკეთე მოკლედ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, მუშაობს და მოდი ბოლო პაკეტზე მოგვიყვება ახლა თამარი. და გედების თვარ და გაუწდეს თამარი. ბოლო პაკეტზე მე მგონი ბევრი ვისაუბრეთ და საინტერესო იყო საქართველოს რო ფიგურირებდა და ამოიღეს და ეხლა საინტერესო იქნება დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ასე ვთქვათ გამადიდებელი შუშით მიადევნებენ თვალს შეასრულებს თუ არა დანაპირებს რაც მიიღეს ქართული ოცნებისგან და კონკრეტულად როგორც ხედავთ ჩვენ კომუნიკაცია არის მაკაბო ჭორიშვილთან, იმიტომ რომ სწორედ მისი სახელისხსენება არის ოფიციალურ წერილებში ევროკავშირის სანქციების ჯგუფსა და ქართულ ოცნებას შორის ღიად ამბობენ რომ უკვე დაიწყო მზადება 21 პაკეტზე და არა თუ რაღაცა მერყეობა არის ქვეყნების პირიქით უმრავლესობა და მთლიანად ევროკავშირი მოტივირებულია რომ ეს პაკეტიც მალე იქნეს მიღებული, ასევე კარგად იცის ყველამ რომ ვითარება შეცვლილია იმ ხრივ რომ უნგრეთს ყავს ახალი ლიდერშიპი, სხვათა შორის პეტერ მადიარი დღეს ბრიუსელშია, ცოტა ხნის წინ ის შეხვდა მარკ რუტეს მის ოფიციალურ რეზიდენციაში, შემდეგ იყო ბარდე ვევერთან, ბელგიის პრემიერთან და ხვალ იქნება მოლაპარაკებები სწორედ აი იმ დიდი თანხის განბლოკვის გზების მოძიებაზე, რაც ორბანის გამო
ხალხს ვერ მიეწოდება აქამდე და ასევე კარგად ვიცით რომ საგარეო საქმეთა მინისტრიმაც ანიტა ორბანმა რომელიც სხვათა შორის ძალიან მხარდამჭერი პოზიციით გამოირჩევა უკრაინის მიმართ და კიევზე დარტყმების შემდეგ რუსეთის ელჩიც კი დაიბარეს საგარეო უწყებაში უნგრეთის რაც ძალიან პოზიტიურად იქნა მიღებული ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში ასე რომ ამ სანქციების პაკეტზე მიდის მუშაობა თუმცა როგორც თქვით და აღნიშნეთ ეხლა განსაკუთრებით აქცევენ ყურადღებას სწორედ სანქციების გვერდის ავლის ხვრელების ამოქოლვას და რატი შენ სწორედ აღნიშნე და ამაზე არ ერიდებიან საუბარს რომ სამწუხაროდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც არიან ჩართული ხოლმე რიგაში ვიყავი გასულ კვირას და ძალიან ბევრს საუბრები მქონდა სხვადასხვა ადამიანებთან და სხვათა შორის ლატვიელები ძალიან წუხან რომ რამდენიმე ესეთ кейსში ლატვიის კომპანიაც იყო გარეული ყაზახეთიდან ანუ ლატვიიდან მიდიოდა ყაზახეთში იქ ხდებოდა რაღაცა გადაფუთვა და შემდეგ რუსეთში გატარება და მოქალაქეები ძალიან უკმაყოფილო არიან სხვათა შორის ანუ განწყობა მე ვისაც ყოველ შემთხვევაში ვისაც ვესაუბრე ლატვიელები ვინც არიან ადგილობრივები ძალიან უკმაყოფილო იყვნენ ამითი და პირიქით მხარს უჭერენ რომ მაქსიმალურად მოხდეს ამისგან გადაზღვევა და გედების ტვით დავასრულებ რა ვიცი ალბათ ჩვენი ასაკის ადამიანებმა ყველამ იცის და ახალგაზრდებმაც ალბათ იციან უცნობილესი ბალეტი არის ჩაიკოვსკის რომელიც ცნობილი სცენა არის ეს გედის სიკვდილის და რაღაცნაირად ჯერ ჩვენი საბჭოთა ბავშვობიდან ჩვენ ყველას გვახსოვს საბჭოთა ლიდერების გარდაცვალებას რაღაც ამ გედების ტბის მუსიკით აცილებდნენ მათ შემდეგ უკვე რაღაცნაირად პუტინის რეჟიმის საწინააღმდეგო და მასთან ბრძოლასთან დაკავშირებული რაღაც ესეთი ფინალური აკორდივით თითქოს იქცა და როცა უნდათ ან გაშარჟება ან რაღაცნაირად ჩვენება რომ უნდა დასრულდეს ეს რეჟიმი მუდმივად გამოიყენება ეს გედების ტბის სწორედ ეს მონაკვეთი მუსიკის უფრო თუმცა მან ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ასე ვთქვათ არის როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში ბოლო ის იყო რა ქვია პუჩი მიდიოდა მოკლედ მაგ დროს 91 წელს კი სახელმწიფო ტელევიზიაში გაუშვეს გედების ტბა ქვეყანა რომ ექცეოდა თავზე რუსეთს მაშინ ტელევიზორში საბჭოთა რუსი უყურებდა გედების ტბას და ეგეთ სიმბოლოდ და სიმბოლოდ გადაიქცა და სხვათა შორის რომ დაგუგლონ აი ახალგაზრდებმა უფრო მეტად აი ზოგიერთ რაღაცა ისეთ ვიზიტებზეც აი სწორედ მაგ ჩინეთში ვიზიტს თუ მიუბრუნდებით ანუ ყოფილა შემთხვევები აი რაღაცნაირად რომ მიანიშნებდნენ ანუ ისევ გედების ტბას გამოიყენებდნენ ხოლმე და ალბათ რა ვიცი ალბათ შემთხვევითი არ იქნებოდა მე ასე ვარ ეგეთ სახელმწიფო ვიზიტებზე შემთხვევით არაფერი არ ხდება საერთოდ შესაბამისად ძალიან გამიზნულად და მიზანმიმართულად ჩაურთეს გედების ტბა წინა კვირაში შენ ლატვიაში იყავი და ჩვენ საუბრობდით ლიტვა, ლატვია, ესტონეთზე გახშირებულ ამ სახერო განგაშზე და ასე შემდეგ ეს რასაც მე თვალყურსვად გრძელდება და განსაკუთრებით რაღაცა მათ შორის თავშესაფარში გადასვლაც ხდება ის შენ იქ ყოფნის დროს ხომ არ დაგხვევია რამე მსგავსი და გამოცდილება მოგვიყევი რამე იცი რა დაგვემთხვა ზუსტად რიგაში ვიყავით და დაგვემთხვა და ჩვენც ანუ ჩვენც ჩაგვიგდეს ჯგუფში გაფრთხილება რომ მაინც ისეთ უსაფრთხო ადგილები მოგვენახა თუმცა რიგაში არაფერი არ შეიმჩნეოდა ასევე რამდენიმე ინტერვიუს ჩაწერა მომიწია იმ პატარა რაღაცნაირი ესეთი დოკუმენტური ფილმებისთვის რასაც აკეთებს ევროსკოპი და ვაკეთებთ და უფრო მეტად აი ვისაც ვესაუბრე ისინი ამბობდნენ ერთ-ერთი ოჯახის ნათესავი ცხოვრობდა უფრო საზღვართან ცხოვრობს მათი
ოჯახი რუსეთთან საზღვართან და იქ რა თქმა უნდა ანუ დაძაბულობა მაინც არისო როგორც მითხრეს ლატვიელებმა იმიტომ რომ ნუ რუსეთისგან ყველაფერს ელიან და კიდევ ვიცი რა იყო საინტერესო რომ თვითონ ამბობენ იქ ლაპარაკი იყო რომ უკრაინული შეიძლება ყოფილიყო და რაღაც შემთხვევაში უკრაინამ ბოდიშიც მოიხადა და ის ანუ თვითონ ამბობენ რომ არ გამორიცხავენ რომ ესეც რუსეთის მიერ სპეციალურად არის დაგეგმილი და რაღაცნაირად მოკლედ ფაქტიურად უფრო მეტად ამბობენ რომ სჯერათ და ასე ფიქრობენ რომ რუსეთის პროვოკაცია არის ეს თუმცა აი ამ სასაზღვრო ტერიტორიაზე როგორც მითხრეს მაინც ეს განგაშის ზარები არის სკოლებშიცო სამსახურებშიცო და კიდე რაც მითხრეს საინტერესო ანუ ძალიან ბევრი წელი არც გამოუყენებიათო და ახლა მიდის ამის დატესტვაო და მაგას თუ მიუბრუნდით სკანდალიც იყო პრინციპში ერთ-ერთ ბალტიის ერთ-ერთ ქვეყანას სკანდალი რა ანუ ეს ერთ-ერთი მოტივი გახდა იმისთვის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო ქვეყნის ხელისუფლებას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად უკეთესია დემოკრატია და თუნდაც იმიტომ, რომ ელემენტარულად გაურკვეველი და მოულოდნელ ვითარებაში დრონი შეფრინდა ქვეყანაში არ მოხდა ყისიერი რეაგირება თუნდაც ესეთი შეტყობინებების და იქაც ახლა მუშაობენ ამ როგორც მითხრეს ანუ უფრო აქტიურებენ ამ შესატყობინებელ პროგრამას როდესაც რუსულ პროვოკაციებზე საუბარი ძირითადად მე რაც მქონდა კომუნიკაცია იყო კენიგსბერგიდან, ეგრეთ წოდებული კალინინგრადიდან, რების სისტემებით, ანუ რადიოლოკაციური სისტემებით. უკრაინული დრონებისთვის გზის საბნევას იმისთვის რომ მოკლედ ბალტიის ქვეყნებში ჩამოვიდნენ. ბალტიის ქვეყნებზე პრინციპში ჩვენ წინ ეპიზოდში ვლაპარაკეთ, თუმცა მოკლედ დღესაც თქვა მე მგონი რომ ეს გეგმა ბესავით შეიძლება არსებობდეს რუსეთისთვის იმისთვის რომ რაღაცა ნატოს სატყობთან დატესტოს და უკრაინის ფრონტის წარუმატებლობა გადაფაროს და იგივე პოტენციური მობილიზაცია რომელიც როგორც ჩანს გარდაუვალია რუსეთში გააправოს რომ აი ახლა ნამდვილ ნატოს ვებრძვით და ინსტრუქტორებს და დახმარებას რომელსაც უკრაინას აძლევს კი არა აი ნამდვილ ნატოსთან ახლა შევეჭიდეთ ნამდვილ ნატოს აი მე მგონი აი ეს რაღაცა მოკლედ შეიძლება და ორ სამ დეტალს დავამატებ მაგ საკითხზე. ერთი როგორ და რატომ ხდება უკრაინული დრონები მაგას გავაგრძელებ უბრალოდ მანდ იყო ასეთი ვერსია რომ ამ დრონების გზააბნება შეგნებულად ხდება იმიტომ რომ შემდეგ რუსეთმა გაამყაროს ის არგუმენტი რომელსაც იშველიებენ თითქოს ევროპის ქვეყნების გავლით მიფრინავენ უკრაინული დრონები როდესაც იბომბება იქ რა ქვია სანქტ-პეტერბურგის მხარეს კონკრეტული საპორტო ინფრასტრუქტურა და ნავთობ ობიექტები პრიმორსკე და რომელია ბოლოს რაც დაიბომბა რა რამდენჯერმე ერთი იყო პრიმორსკე და მეორე სახელი მოკლედ ხო ეგ ერთი დეტალი და მეორე ასევე საპასუხო რეაქციაზე მინდოდა ყურადღება გამემახვილებინა ეს ეხებოდა როგორც ბელორუსის ვერსიას რაზეც ჩვენ წინა ეპიზოდში ვისაუბრეთ ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მაგაზე უკრაინელებს ჰქონდათ საკმაოდ საინტერესო და ძალიან მკაფიო გზავნილები. ერთის ავტორი იყო მადიარი, ეს დრონების დანაყოფის ხელმძღვანელზე ვსაუბრობ ამ მადიარზე, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ფანქრით გვაქვს მონიშნული 500 სამიზნე ბელორუსის ტერიტორიაზე. ჩემს ბლოკნოტში ფანქრით ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ფანქრითმა დაწერილი შეიძლება წაიშალოს, ან შეიძლება პასტით გადაუვარონ შემდეგ, კალმით უბრალოდ რა. ძალიან საინტერესო ქვეტექსტის მატარებელი განცხადება იყო. ამით უთხრა ლუკაშენკოს, რომ მოდი არ გირჩევ, არ გარისკოთ ჩვენთან თამაში. ეს აბსოლუტურად გასაგები გზავნილი იყო და ასევე კალინინგრადის შემთხვევაშიც ვნახე უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ ერთი კვირის წინ, რომ ჩვენ აბსოლუტური მზაობა გვაქვს და შეგვიძლია რომ ძალიან სწრაფი სპეციალური სამხედრო ოპერაციით დაახლოებით ეგეთი რამე თქვეს, იქ არსებული საფრთხეები გავანეიტრალოთო. ანუ ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ახლა იმას დაარტყავენ ან იმას, მაგრამ უბრალოდ გასაგებია ხო პრევენციული განცხადება
განიხილებაა და ეუბნებიან რომ მოდი ვიცით თქვენ რა გეგმებს განიხილავთ. ამაზე მანამდე ზელენსკისაც ჰქონდა საუბარი რომ 5-6 სცენარი განიხილება უკრაინის წინააღმდეგ ახალი პროვოკაციის, რაზეც ჩვენ ასევე წინა ეპიზოდებში ვისაუბრეთ, ვისაც არ აქვს ნანახი შეუძლია რომ წინა გადაცემებსაც გადახედოს პრინციპში და ეს თემები თუ გაინტერესებს თქვათ გვაკაშული საკმაოდ. თუ არაფერს დავამატებთ მე მგონი დავწავიდეთ. მე მგონი გავედით ბოლოში. გავედით ბოლოში და აი ბოლო სიტყვა რო ვთქვათ დღევანდელი სომხეთზე არ გვისაუბრია დაგვრჩა ასე ვთქვათ ფანჯარა ღიად და რახან ლუკაშენკო ახსენე ლუკაშენკოს ქონდა რაღაცა ისეთი განცხადებები გაკეთებული ფაშინიანის მიმართ და ეს ძალიან საინტერესოა. ეგეც კაი პასუხი იყო გიორგი, ვახსენოთ ბარემ თქვი. ხო, ანუ ესე იგი რომ მთლიანად ენერგეტიკულად დამოკიდებული არიან, ესე იგი რუსეთზე და ფრთხილად იყვნენ რომ ოკანი არ გადაუკეტონ და ტრადიციული მუქარები მათ, ხო, მათ ჭრილში და ასე შემდეგ და ნუ პასუხიც ქონდა. მაგრამ აქ ორი მომენტი ორი რამის თქმა მინდა. პირველი ეს არის ახლა მაისის თვის ბოლო რიცხვები არის და დონეცკის აეროპორტი, ანუ ეს კიბორგები უნდა გავიხსენოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ესეთი თარიღი არის მაგასთან დაკავშირებით 2014 წლიდან. ხო, და ვნახეთ როგორი თავგანწირვით იომეს მაშინ, ჯერ კიდე მაშინ და ეს ყველაფერი ჩანდა რომ იქნებოდა ძალიან მძაფრი ბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის და ეს ვნახეთ ყველამ. მეორე, რახან ლოგისტიკაზე ვსაუბრობთ, უცებ ამომიტივტივდა თავში ზამთრის ომის ეპიზოდი, ანუ ზამთრის ომი 1939 საბჭოთა კავშირი ფინეთის წინააღმდეგ, როდესაც საბჭოთა ჯარებს ფინელები უნადგურებდნენ გადასატან სამზარეულოებს, რომ ცხელი საკვები არ მიეღო საბჭოთა ჯარს, ხო? ანუ დღეს ეს ცხელი საკვები არის ნუ პრაქტიკულად ნავთობი და ნუ ასე შემდეგ ბენზინი, დიზელი და სხვა მათ შორის საკვებიც რა თქმა უნდა და როდესაც ლოგისტიკა ბოიპრიპასი, შაიგუ, როდესაც ამ ყველაფერს შოიგუ, გერასიმო გასაგებია რაც იქნება, ხო? და რაც ახსენა ბრიტანეთ უკრაინასთან მიმართებით ეს ძალიან საინტერესო და მინდა გთხოვო რატი რო იქნება შემდეგ გადაცემებში, შემდეგ პოდკასტებში უბრალოდ გავშალოთ ეს თემა და აქაც წამომიტივტივდა ერთი პატარა თითქოს პატარა არა, მაგრამ ძალიან დიდი ამბავი, მაგრამ ამ კონტექსტში ეს არის პოლონეთის, უკრაინის არა. ბრიტანეთი, პოლონეთი, კი, და ნუ უკრაინაც არის მაგ კონტექსტში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა. საქართველოს წამომიტივტივდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ირინკა სხირტლაძე იყო ესეთი ქართველი, სხვათა შორის ლვივში დაბადებული ოფიცრის შვილი, რომელიც ბრიტანეთში წავიდა, იმიტომ რომ ეს ოფიცერი საქართველოსდან წასული იძულებით 21-ში წასული მფრინავი იყო, რომელიც ბრიტანეთში მსახურობდა და შვილი მერე ჩავიდა უკან პოლონეთში და ვარშავის აჯანყების დროს 16 წლის გოლა დაიღუპა იქ საშინელ ხალხთან ბრძოლაში. არის მემორიალი ვარშავაში. ხო, ასე რომ ეს ყველაფერი, ანუ ისტორია თითქოს ერთმანეთთან კავშირში. სომხეთსაც შეეხება გთავაზობთ რომ მომავალ კვირაში უფრო გავშალოთ, მით უფრო შვიდში არჩევნები მოდის. შესაბამისად სომხეთზე მეტი დრო შემდეგ კვირაში გამოვყოთ და რავი დღეისთვის ალბათ შევაჯამოთ ხო ჩვენ კორესპონდენტს გავაგზავნით ერევანში. სამწუხაროდ არ გვაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ თუ მხარს დაგვიჭერთ, თუ გაგვაძლიერებთ, აუ დანიაში აბა. აი კარმა რაოხერი რამეა, თამარ თქვი. აი დანიური ამბავი ძალიან მალე წამოეწიათ გორში. მე წარმოგიდგინე ბექა დანიიდან მაგ ჩართვაში. მე წარმომიდგინე? გეყოფათ ახლა ეს. ჩემი აზრით ახლა აქ ჩხუბია ყდება. აქ დავამთავრეთ. ახლა უთხრა რომ უფრო ახლოს არის. გემშვიდობები ნოდარი. კარგია. აი ამ ხიარულ ნოტაზე ჩვენი კორესპონდენტი შემდეგ ეპიზოდში ჩაგვერთვება ერევნიდან სომხეთიდან. მე ვიზრუნებ რომ იქნებ მართლაც ჩაგვერთოს მოვიკითხავ. ვაუ. ჩემი ახლანდელი სამსახურიდან გამომდინარე იქნება ქართულენოვანი ვიპოვოთ იქ ვინმე და ვაუ. აი ყველაფერს სიტყვა ზალა აქვს ჩემო რა. 21 საუკუნეა. დიდი მადლობა ვინც ბოლომდე გვიყურა, გამოგვიწერეთ თუ არ ხართ გამომწერები, თუ გინდათ რომ მართლაც ვაგზავნოთ ხოლმე კორესპონდენტები და ჩვენი პროექტი გაფართოვდეს. გაავრცელეთ ინფორმაცია რომ ესეთი პოდკასტი არსებობს, Last Word-ი, ბოლო სიტყვა, ეს იყო ჩვენი ბოლო სიტყვა, დღევანდელი ეპიზოდი დაელოდეთ შემდეგ ზუსტად ერთ კვირაში. ნახვამდის. შეხვედრამდე. ნახვამდის.